აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი ალექსანდრე ბერულავას სახელობის ჟურნალისტურ პრემიაზე განაცხადების მიღებას იწყებს. ალექსანდრე ბერულავა სოხუმის ბრძოლის დროს იმყოფებოდა ჟიული შარტავასთან ერთად ალყაში მოქცეულ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაში. პრემიის შესახებ დეტალურად ვისაუბრებთ აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის დირექტორთან ეკა წივწივაძესთან ერთად, რომელიც პირდაპირ ეთერში ბათუმიდან გვერდდება. მოგესალმებით ეკა. მოგესალმებით. პირველ რიგში გითხრა ლუცა მარიკა მაშიკა უგმესი მადლობა რომ წელსაც გვითმობთ დროს ამ თემაზე სასაუბროთ. წინა წელსაც სწორედ ამ შემადგენლობაში მიყავით წარმოდგენილი სტუდიაში და წინა წელსაც გქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა პრემიის შესახებ. მადლობა ამისთვის კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ რომ გვერდობით პირდაპირ ეთერში. წინა წლის მსგავსად ტრადიციული კითხვით ვიწყებთ. მთავარი მიზანი და მისია რა არის აი ამ პრემიისა? პრემიას ორი მიზნით დავაწესეთ პრემია. პირველ რიგში ეს არის ამ ადამიანის ალექსანდრე საშა ბერულავას სახელის უკდავყოფა. ის იყო აფხაზეთის ტელევიზიის, ქართულენოვანი ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი დირექტორი. მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს თავისი გმირების შესახებ. ამ მიზანს ემსახურება, რა თქმა უნდა, პრემიის დაწესება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულ მედია სივრცეში უფრო მეტი ღირებული მასალა შეიქმნეს აფხაზეთთან დაკავშირებით და ერთგვარი სტიმული იქნება მასალების მომზადებისთვის პრემიის შექმნა. ეკა, ვისთვის არის კონკრეტულად ეს პრემია? ანუ ვის შეუძლია მიიღოს? ჟურნალისტებს, ბლოგერებს, მათ ვინც წერენ და ამზადებენ სიუჟეტებს სხვადასხვა მედია საშუალებებში, თუ თვითონ თავიანთი კონტენტის ფარგლებში ინფლუენსერებს, ვინც ჩაერთვება და აფხაზეთის თემაზე შექმნის საინტერესო, ეთიკურ, ღირებულ მასალებს. ანუ ყველა პლატფორმაზე მომუშავე ჟურნალისტები იგულისხმებიან, სტატიას დაწერს თუ ვიდეოს გადაიღებს, მედიაში მუშაობს, თუ თქვათ თავისი სოციმედია აქვს ისეთი მომართული, რომ დიდი აუდიტორია ყავს. ყველა შეუძლია წარადგინოს მასალა. მარიკა, დღეს მედია სივრცე ისეთი ჭრელია და იმდენი მომხმარებელი ყავს ზოგიერთ ინფლუენსერს, რატომაც არა მივეცით ამის შესაძლებლობა 4 კატეგორიაში გავცემთ წელს პრიზებს. ეს იქნება საუკეთესო სიუჟეტი, რეპორტაჟი, რომელიც ელექტრონულ თუ ტრადიციულ მაუწყებელზე გავა, საუკეთესო სტატია, მედია პროექტი, რომელიც გაზეთში დაიბეჭდება, ან სოციალური ქსელით გავრცელდება, ასევე დავაჯილდოებთ სამშვიდობო ჟურნალისტიკის მიმართულებით შექმნილ საუკეთესო მედია პროექტს და ერთ ჟურნალისტს, რომელიც მასალებს ქმნის აფხაზეთის თემაზე. ჟიურისთან დაკავშირებითაც მექნება კითხვა, ვინ იქნება ჟიურიში, ვინ არის წარმოდგენილი, ვინ შეაფასებს ამ ყველაფერს? მე თვითონ ჟიურიში წელსაც არ ვიქნები, ძირითადად იქნებიან აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტები. ეკა, ერთი დავაზუსტოთ, თუ შეიძლება, რადგან უკვე ტრადიციად გადაიქცა ამ პრემიის დაწესება, ინტერესის მატებას თუ გრძნობთ, მაგალითად, რამდენი მასალაც შემოვიდა წინა წელს, არის მოლოდინი, ხო, განაცხადები, რომ გაცილებით მეტი იყოს და მეტი ცნობადობა ქონდეს ამ კონკურსს. განაცხადების მიღებას ვიწყებთ დღეიდან და დიდი იმედი მაქვს, რომ წინა წელთან შედარებით გაიზრდება რაოდენობა აპლიკანტების. და საერთოდ ჯამში გააჯანსაღებს უფრო მეტად მედია ფონს ამ თემატიკის კუთხით, ხო? სწორედ ამ თემატიკას ემსახურება ამ ჯილდოს დაწესება. ასეთი შეკითხვა ჩვენ ერთხელ ვისაუბრეთ კიდეც, მე მგონი არის ხოლმე ესეთი მასალა აქვთ ადამიანებს, რომლებიც საერთოდ წარმოდგენაც არ ჰქონდა აფხაზეთში გადაღებული მასალა და ასეთი მასალა თუ გამოჩნდა თქვენთან, მაგალითად, რომლის შესახებ მისი არსებობის შესახებ არც კი იცოდეთ. მახსოვს თქვენი ეს შეკითხვა წინა წლიდანაც, ჯერჯერობით არა, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეტაპობრივად რაღაცა პერიოდის შემდეგ მაინც გამოჩნდება. ეკა, თვითონ თემატიკას რომ მივაქციოთ ყურადღება, თუ არიან შეზღუდულები აპლიკანტები, ანუ ომის, კონფლიქტის, თქვათ, საომარი მოქმედებების, დევნილების საკითხის, ეს ყველაფერი შეიძლება თქვათ არეულად იყოს წარმოდგენილი, თუ რამე ერთ ხაზს უნდა მიყვეს ის ნამუშევრები, რასაც წარადგენენ. თავარია ყველა მასალა ემსახურებოდეს მშვიდობას, სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც აქვს ქვეყანას გაცხადებული, შერიგებისა და ნდობის აღდგენას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მასალები უნდა იყოს სიღრმისეული კრიტერიუმების მიხედვით. მასალები უნდა ემსახურებოდეს დაშორებული დროებით, დაშორებული მოსახლეობის დაახლოებას და პირიქით კონფლიქტს არ უნდა აღრმავებდეს. ეს არის მთავარი მოთხოვნა. და როდის გავიგებთ გამარჯვებულებს? აუცილებლად ნოემბრის თვის ბოლოს. ნოემბრის თვის ბოლოს. წარმატებები. დიდი მადლობა წარმატება თქვენ ამ საქმეში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. იცოცხლეთ. დიდი მადლობა. წარმატებები.